ზურიკო შენ იცი ესა ამ წესით გაკეთებული ბადრიჯანი რა არ ვიცი ზოგი ამას გურიაში შეკინკილებული ბადრიჯანს უთხარი აწეწილ ბადრიჯანს ეძახი დაჩეჩილ ბადრიჯანს ეძახი მაგრამ რაც არ უნდა იყოს ყველა კეთდება ეს ამ ერთი წესი ეს არის ყველაზე ჯანსაღად მომზადებული ბადრიჯანი იმიტომ არანაირ ცხიმში ეს არ იწვება ბადრიჯანს როგორც გავრეცხავ და მოვაჭრეთ ხუნწებს უბრალოდ გავსერავ, ჩავაწყობ ტაფაში, ცოტა შეიძლება ოდნავ წყალი, ესეთი ნახევრად ჩიქაზე ნაკლები მოასხადეთ, დავახუროთ თავზე მჭიდრო სახურავი და 4-ში უნდა გარბილდეს. აი შეხედეთ, როგორც ესე გარბილდება, შეგრდება თუ არა, როგორც ლეღვი ისე გავარჩევ. შეხედეთ? და რა მიყვარსინო? ისე იგი ახალი შემწვარიც მიყვარს, გინდა ნიორი წაცხებული, გინდა კინძი და შემწვარი ბადრიჯანი იწოს ძალიან ბევრზე. ძალიან. და მე თუ არ საწურზე თუ არ დააწყვე შემწვარი ბადრიჯანი და ის ცხიმი არ გაეცალა ძალიან ის გამოდის ზეთიანი. ამიტომ ასე მგონი უფრო ჯანსაღი საკვები იქნება. ეხა ხო იცი? ესე იგი შეკინკილებული ბადრიჯანი. შეკინკილებული ბადრიჯანი. უცხოელები ხო გიჟდებიან იბზიან ბადრიჯანზე, რო ჩამოდიან, ვინც გასინჯა, ყველა აღიარებს, რომ ყველაზე მეტად მოეწონათ ხაჭაპური და ნიგზიანი ბადრიჯანი. ხოთა შორის ხაჭაპურს ისე არ წყალობენ, რაფერს ნიგზიან ბადრიჯანი. გერმანელები ასე არიან. ესეც ნიგზიანი ბადრიჯანია. უღოდ უბრალოდ ფორმა იქნება სხვა და აი ზეთი და ზედმეტი ცხიმები არ მიყვება. რა მიყვარს ვინო? აი ეხლა დავაკეთებთ მაგას, სუნელი გამზადებული მაქვს. მაგასთან ჭადი გვინდა ხო? აუცილებლად. აი ამას უნდა ჭადი. შეხედე როგორ ბაცლი. რაფერი რჩევა მართლა? კი ბატონო. სუდი სანახავია ის. ხო, მაგრამ ეცი რა არის? ეს უხდება თან სუხან ბადრიჯანს, რა დიდი და მსუქანია ბადრიჯანი. აი წვრილები მქონდა დღეს. ხო, დღეს წვრილები იყო, რატომაც მოკლე მარა უშავს მაინც. იცი რა, უკვე არის შემოსული ქართული ბადრიჯანი. კი ბატონო. მარნეულის ახლა, მაგრამ მე არ მაქვს დარგული წესი. არა გაქვს ბადრიჯანიში. ერთი 10 ძირი კიდე ავრგე, მაგრამ ჯერ ამ ხელები ასხია და ვაცალე იმას და აგი მარნეულის ბადრიჯანია თათრის ქალისგან ვიღი. აგერ ჩვენთან დგება მოდის კვირაობით და მარნეულიდან მოა ყველაფერი ჩემია ვიძახის, მაგრამ იმდენი მაგას რა უთხრა. ისე მართლა რა საინტერესოა ეს მოსავალი მარეულში თვითონ მოყავთ ამდენი? მაგრამ დიდი მინდვრები კია. იგი მაგენისნაირი შრომელი ვინაა ნინო? მე არ ვიცნობ არავის მაგენისავით რომ შრომობს საქართველოში აჭარლები ვიცი ერთი. ჩვენ დაპატიჟებული ვართ ყარაჯალაში ზურა. ვისთან? ერთ-ერთ აზერბაიჯანის ოჯახში ვისთანაც მე ვყიდულობ ხოლმე რაღაცა. წავიდეთ რა, როგორ მაინტერესებს იცი? ძალიან ყველა შრომობს, უფროსები, მოხუცები, ახალგაზრდები, ბავშვები. და ბაზარშიც რიგრიგობით ჩამოდიან. მართლა? კი. წავიდეთ რა მაინტერესებს. ხოთეში ცი რა ლამაზები არიან. ლამაზი ხელები აქვს მაგ ქალებს, მე მინახავს. ხო. რაღაცნაირი ისეთი ლამაზ-ლამაზი კიდურები აქვს. და როგორ გამოწყობილები მოდიან. გამოპრანჭულები? გამოპრანჭულები, ხო. იზო მაგენის ახლა მაი გამოსეირნება. რა თქმა უნდა. ხუდი სანახავია ისეთი ნომაი. კი ბატონო. დასანახად არ ვარ. არ ვარ დასანახად. მინდა აკინკილებული ბადრიჯანიო დაბა. რა ვიცი ყველაზე ჯამთელია კაიაო შენ თქვი და შენ ცამობ რომ მიყვარს ეს შესრულება. ყველა მე ბადრიჯანი მიყვარს ყველანაირად. უბრალო შემწყვეტ და ნიორ წასული. დიჟდები ახალ შემწყვეტ მათფილი. თურქების სამზარეულოში, თურქებში ბადრიჯანი არის ძალიან მთავარი ამბავი. თურქმა დიასახლისმა 40 უნდა იცოდეს 40 რეცეპტი. ბადრიჯნია. ბადრიჯნის. ბარე მისი თქვი ჩემო ბატონო, ჩანახის დამკეთებას რომელზე კარგი ჩანახი. ჩემ მასწავლებელი რომ ანიჭელი და იცის სასწაული. ცხრის ჩანახს აკეთებს გაგიჟდები. მერე გააკეთებ. არ მიყვარს ცხრის ხორცი და არ მევიკალი თავი იმ დღეს მელაპარაკა და არ დავპატიჟე იმისა რომ მე მანდამაინც ცხრის ხორცი არ დავიკალე. მე გაგიკეთო ცხრის ხორცი. ცხრის მაგივრად იხმარო ცხრის ხორცი. ისეთი კატაცებით ლაპარაკობ შეიძლება გაგიჟდე. ხოზე გააკეთებს რა, ნადი გემრიელად გააკეთებს. თან თორემ მიკარნახოზე ჩვენ გავაკეთო. შენ არ გაკეთებია ჩანახი? კი როგორ არ გამიკეთებე, მაგრამ მაგასაც უნდა თავისუფლად ვერ დავიჩებებ, რომ აი მაგარ ჩანახს ვაკეთებ. ჩანახის გამკეთებელი თვალები არსებობენ. აღმოსავლეთში და დასავლეთში არ იციან. არ იციან. მე ისე გევიზარდე ჩანახი არ მიჭამია. შენ იცოდი დასავლეთში? არა, მე თბილისში. მე თბილისში ვჭამე პირველს. ნინო ვარ გახლა იხახი რო ვჭრი? კი ბატონო, მაგას ხელში მას ვისა მარილი. მოკლავ და ნინო ამას კიდო რა უნდა? კინძი მაგ აგერ რაფერი აყვავებული ნახია. კინძი უნდა უცილებლად. კინძი, მიგი უნდა? აუცილებლად. ყვითელი ყვავილიც უნდა? კი, დავჭრე ხომ მაგასაც ყვითელი მეებით ჩავაფრე. დურა ნახე რამდენი კანი გავაცალეთ ამას რაც უკა დარჩე ხედა? რამდენი ბადრიჯინიდან კი. მაგრამ ჩათვალე რომ ყველაზე ჯანმრთელი ნაწილი წმენიც გაუვიდა.
ბევრი რამდენი წყალი გაუშვა. აი ახლა ამას კიდე თელი ნაზად დავწურა. შემოგატყოლო. ბადრიჯანი ისე რუბელივითა. ხო, დიდი წყალი. ბევრი წყალი აქვს რა. ხომ გეგონება მშრალია, მაგრამ არა მშრალი. ქვეყნის წყალია. ზურა, ეხლა 2-3 ცალი ყვავილით დამიჭერე, ოღონდ მინდა ყვავილი თვითონ დაჭრილი. ფოთოლი არ გინდა ზაფრანი? კი, მინდა. ზაფრანის ფოთოლიც გვაქვს ჩვენ. აგერ მაქვს. ამას წვენი გაზდის, ეხლა და უნდა გავწურო ზურა. პატარა ჯამი მინდა რაზეც წვენს დავწურავ. იმაზე ქენია ბადრიჯინია. დედა. აი ხედავ? და მაგის გამოყვანა კაია რომ მაშინ გემრიელი გამოვა. რა თქმა უნდა, ზედმეტი წვენი რაც უნდა შესუნერული ბადრიჯი. აი ამასაც ნაი. აი მარილ მაკნა. საფრანის ყვავილს გიჭრი, დაგიჭრა? აუცილებლად. ყვავილს გარა ფოთოლს. კი, აუცილებლად ზურა. წვანე ფოთოლი. კი ბატონო. ისე გურიაში არ მახსოვს რომ და ჩემი ყვითელი ყვავილი ზურა. ყვითელი ყვავილის ფოთოლია. არა, ყვითელი ყვავილი თვითონ რო დამიჭრა ის ხმელი. ყველი რა ფერ დავჭრა, რაღაც დავნახო. არა, დაჭერი ისა, რამდენადაც შეძლებს, თორე დამიჭრა. აი, და ლამაზი თვლებივით ჩანს მე იმაში და გემოსაც ავწევს. აი ეს არის წინასწარ გამზადებული ჩვენი სუნელი. სუნელი რომელსაც ბანკებით ყიდით, დია თხილი. ხილიანი. ნინო, შენ არ ეთანხმები მაგ მოსაზრებას რომ თხილი გაჭირებისაა, ხო? არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ეგ არის სამზარეულოს გურული ნამდვილად გურული სამზარეულოს აწილია და ახლა ნიგოზიც კი არ არის კაცო ცუდი და მშვენიერი გემოს აძლევს მაგრამ მე სულ მეგონა რომ ნიგოზი რახან არ გქონდა და ჭირდა, ამიტომ იყო თხილი თუ არა ისე. რა გამოვა ნინო? გემრიელი არის ნამდვილად. ერაფერ სიტყვით შემობატო. მეტი არ იჭრება აი ხმელია რა. არა უშო. კიდე რა უნდა მაგას? არაფერი. ეხლა შენ ამას მარილი გამისინჯე და უნდა დავამატო, იმიტომ რომ მე ბექს ვიჭავეშვა. რატო ვერ შინჯე? ეხლა მარილი არ აქვს მე მგონი ამას საერთოდ და ციტაკასაც დავამატებ იმის მიხედვით. აი იცაკა სულ არა აქვს მაგას ნინო. ის მინდა რა. რამდენი არ გინდა? ზურა დაჭრილი ქინძიც მინდა. მარილი არა, ხო არა? უყო მარილი? გადასარევია. ციტაკა. ცოტა ციტაკას უნდა, ცოტა მარილის უნდა. ძმარი არ უნდა? ძმარი უყავი და თუ მეტყვი დავამატებ. მე მგონი ცოტა უნდა. ნინო მოუყტებით ამდენი ძმარი არ უნდა. კაცო ხო მითხარი აკლეო და არ დამემატებინა ხო ეხლა. მაგრამ 1 ლიტრა. რა სოდეს არ მიქნია რეჰა. მაგრამ მე მგონი მოუხდება, თა შენი ბოსტის არის, ხო? მე აი ამას ამას ბადრიჯანს ეხლა. უხდება და ამას ეხლა დავამატებ და ცოტა ფერსაც იცეს. ამას. აი, შენი ჭირდება წვრილად დაჭერი იცოდე, წვრილად. რაფერ მომიმსახურა ერთი ნახე. წვრილად. დღეს მე მონასავით მამუშავე. იგენი რომ არიან ტყვეები, ტრეფიკინგი. თუ რამე იყო წვრილად დასაჭრელი და დასაკები ყველაფერში მე. ხო, შენ კამანდები გიეცი. ნუ იცინი ახლა. ეს მე ვიქნები უფროსი რა მოხდება. ხეხარ. როის არ ხარ შენ უფროსი? ყველას გონია მე ვარ უფროსი, ამ დროს შენ ხარ. დღეს სული ამომხარ. ული ამომჭა. ზური შეხედე. ო, გეიცინებ, გენახვალე, რეი რა გეიცინებ. შენ ლამაზად დამიჭერი, მაგრამ თავზე მოვარ. დედა. ნათია ჭადი ხო სქელია დაკრული სქელი. თვარესავით. დევების პორცია, ნინო, აი, ეყოფა ქორწილს. ნინო, შენ სახში ყველა დიდვანები ხომ იყავი, დედაც, მამა. ყველა. და ჩემი ბებია იყო ამ ხელა. ფილთაკვის ხელა. კარგი, მომეცი ახლა. რა გეყოფა ქალბატონო, საკმარისია. ამას ახლა ბროწეული რო ხონდეს იქნება შვენი. და საიდან მევიდა რომ ივლისში ბროწეული, ნინო. ბიჭო, ის მაროდინა სპაროდინა არ მიყვარს, ჯავია და არ მაქვს. მარწყვი ხوار გესიამოვნება. არა, ამას მარწყვი არა. ხახვები ხوار მოაჭრა ზეიდა. აღარ უნდა. ახლა ბევრია შეგდისედაც. არ გამევიდა ტორტივიცა? პორტი ხდება. აჰა.
უფ რა კაია. ხესტუმრები მყავს და თავს მე ვიწონებ ნინო. დაი რა. გაპრანჭული ვაკელი ქალები მოდიან. ბაიმე საჩემიწია. აჰა. იცი რა, კაი ჭამას ყველა ხდება, ვაკელიც და ვაკელიც და სოფლელი. კაი გემო ყველა ძალიან. უფ რა კაია. კაია. დეიბანი ახლა და ერთი რამე გავაკეთოთ კიდევ, ბარე მოსული ხარ ეს რა? გიხარდება. იჩემი. შენ არ იღლები არასდროს. არა. სამზარეულოში არა. ასე ხალხ ათქელი არ ეზარებოდეს. სულ დღე ღამე ხორცილი შუზია გამზადოს მარტო მთელი ტერმინალა. არც ეზარება. ერთ თვალს არ შეიხრის წარბს. ნინო გავაკეთოთ, გავაკეთოთ. ი გავაკეთოთ, გავაკეთოთ. აი გავაკეთოთ, გავაკეთოთ. გავაკეთოთ, რა მენაღლება, გავაკეთოთ. გავაკეთოთ.